თამაში ჭვავის ყანაში ან კლტის პირზე ჭვავის ყანაში. მეორე სათაურის განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თამაში, რომელსაც ახლავს საფრთხევინა და ჭვავის ყანა მართლაც კლდის პირზე იმყოფება და ამ თამაში ადამიანი შეიძლება გადავარდეს, ეს მეტაფორა არის სათაურში გამოტანილი. ძალიან საინტერესო, თავისებური და რასთავარია ეპოქალური წიგნია, იგი 1951 წელს გამოიცა და იმის შემდეგ იმდენი რამ მოხდა მსოფლიოში, რომელმაც გაამართლა ამ წიგნის არსებობა, რომ თაობები მას უბრუნდებოდნენ, როგორც დღესაც უბრუნდებიან თაობები, მსოფლიოს ბევრი საზოგადოება თავიდან ამ წიგნს კითხულობდა როგორც ამერიკულ წიგნს, მერე ითავისებდა მას და მერე ბოლოს ხდებოდა, რომ ეს არის წიგნი საქართველოზე, მაგალითად ესაა წიგნი საფრანგეთზე, როგორც ამას ამტკიცებს დიდი ფრანგი მწერალი კლოდ მორიაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა ეს წიგნი ძალიან შინაური და თავისებურად საკუთარი და საკუთარ ამბებზე დაწერილი. საუბარი არის სანატორიუმში მყოფ 17 წლის ჭაბუკზე, ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც იხსენებს იმ გიჟურ ამბავს, რომელიც წინაშობა დღეს მოხდა და რომლის შედეგად კინაღამ ფეხები გაფშიკა. ანუ ჟარგონულად არის ამაზე საუბარი, დიდხანს იაუნტყოფა და ახლა კურნალობის კურს გადის და იმედი აქვს მალე დაბრუნდება შინ. მისი მოგონებები იწყება სწორედ იმ დღით, როდესაც პენსიდან, პენსილვანიის შტატის ეგერსტაუნის დახურული საშუალო სკოლიდან წავიდა. კაცმანოფხას კი არ წავიდა, არამედ გააგდეს, გარიცხეს აკადემიური ჩამორჩენის გამო იმ მეოთხედის 9 საგნიდან 5-ში ჩაიჭრა და მდგომარეობას ის ართულებს, რომ პენსი პირველი სკოლა არაა, რომელსაც ნორჩი გმირი მიატოვებს, მან უკვე დააგდო ელექტონხილი, რადგან მისი ღრმაწვენთი ყველაფერი ყალბი იყო, სხვათა შორის შეგრძნება, რომ იგივე ყველაფერი ყალბი, მოჩვენებითი, ხელოვნურია, არტოვებს კოლფილდს მთელი რომანის მანძილზე და უფროსების და ტოლების ვისაც კი ხვდება აღიზიანებენ მას, მაგრამ მარტო დარჩენაც არ შეუძლია. ეს არის სწორედ ამ წიგნის მთავარი ხაზი, ასე ვთქვათ, ეს არის წიგნი ახალგაზრდა მაწვილზე, რომელსაც სხვებთან ერთად არ შეუძლია და სხვების გარეშეც არ შეუძლია, რომელიც ვერ პოულობს ბუნებრივ გარემოს, რომელსაც ეჩვენება, რომ ირგვლივ მხოლოდ სიყალბეა. უკანასკენ დღეს სკოლაში კონფლიქტებითაა სავსე, პენსიში ნიუ-იორკიდან ბრუნდება, სადაც გაემგზავრა როგორც მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი მატჩზე, რომელიც სწორედ მისი შეცდომის გამო არ შედგა, მეტროს ვაგონში სპორტული აღჭურვილობა დარჩა. ოთახის მეზობელი სტრედლეიტერის თხოს თხზულება დაუწეროს, აღწეროს სახლი ან ოთახი, ასეთ თხზულება. მაგრამ კოლფილდმა, რომელიც ყველაფერს თავისებურად აკეთებდა, თხზულება თავისი განსვენებული ძმის ალის ბეისბოლის ხელთათმანს მიუძღვნა, რომელზეც ლექსები ჰქონდა ალის დაწერილი და ცხონებული მათ მატჩების დროს კითხულობდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხელთათმანზე, ასე ვთქვათ, ლექსები, რომელსაც სანამ ცხვირში მოგარტყამენ, მანამდე კითხულობ. სტრედლეიტერმა ტექსტი წაიკითხა, ეწყინა ავტორმა, რომ თემას გადაუხვია, თქვა მაგრად მომაღორეო, მომატყუეო, მაგრამ კოლფილდი თავად დარჩა ნაწყენი, რადგან სტრედლეიტერი იმ გოგონასთან წავიდა შეხვედრაზე, რომელიც თვითონ მას მოსწონდა და ვალში არ დარჩა. საქმე გამოწევით და კოლფილდის გატეხილი ცხვირით მთავრდება. ყოველთვის, როდესაც ახსენებ ხელთათმანს, უნდა გახსოვდეს, რომ ცხვირი აუცილებლად გატყდება. ნიუ-იორკში რომ აღმოჩნდება, ხდება, რომ სახლში ვერ მივა, მშობლებს ვერ ეტყვის სკოლიდან რომ გარიცხეს, ტაქსიში ჯრება, სასტუმროში მიდის, გზაში საყვარელ შეკითხვას სვამს, რომელიც არ აძლევს მოსვენებას. სად ქრებიან ცენტრალური პარკის იხვები, როდესაც პორი იყინება. ტაქსისტი ბუნებრივია გაკვირვებული შეკითხვით არის გაკვირვებული და ინტერესდება გზავრი ხომ არ დასცინის, იმიტომ რომ ეს ხშირი ამბავი არის, ასე ვთქვათ, ცხოვლის ჩვენი ტერმინით ვთქვათ გაღადაება, მაგრამ კოლფილდს აცინვა აზრადაც არ მოსწია იხვებზე შეკითხვა ჰოლდენ კოლფილდისთვის უფრო მისი გარესამყაროს სირთულის წინაშე დაბნეულობის ნიშანია, ვიდრე ზოოლოგიისადმი ან ორნითოლოგიისადმი ინტერესი და მით უმეტეს ვიდრე ინტერესი, რომ ვიღაცას ირონიულად მოეპყრას და რაღაცა გაათამაშოს და ამ კითხვებით დააბნიოს. ეს სამყარო კიდევ უფრო ამძიმებს მას, მაგრამ ამავე დროს იგი იზიდავს. ადამიანებთან უჭირს, მაგრამ ადამიანების გარეშე ვერ ძლებს.
სასტუმროს ღამის კლუბში გართობას ცდილობს, მაგრამ ამ საქმიდანაც კარგი არაფერი გამოდის, თანაც ოფიციანტი უარს ეთქვის სპირტიანი სასმელი მოუტანოს, რადგან სრულწლოვანი არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგეხსენება დღესაც მოქმედებს კანონი 21 წლის თუ არ ხარ ლუცაც კი არ გაგაკარები. Greenwich Village-ის ღამის ბარში მიდის, სადაც მისი უფროს ძმას ნიჭიერ მწერალ ბილს უყვარდა ყოფნა, სანამ ჰოლივუდის სცენარისტ დიდი ხელფასი არ აცდუნებდა. გზად იხვებზე კითხვას მომდევნო ტაქსის უსვამს და კვლავ მიიღებს კაფეო პასუხს. ბარში ნაცნობ გოგონას ხვდება, ეს გოგონა მასში ისეთ უსიამოვნო გზნობას აღძრავს, რომ ბარს დატოვებს და ფეხით ბრუნდება სასტუმროში. როდესაც პირველად ვიყავი ნიუ-იორკში, Greenwich Village-ში აღმოჩნდი და სპეციფიკური ადგილებია, ასე ვთქვათ, და მაჩვენეს ბარი, საიდანაც დაიწყო, ვთქვათ, გარკვეული ერთი ტიპის მოძრაობა, მაჩვენეს მეორე ბარი, მესამე და მე ვიკითხე, აი ეს ბარი სად არის, სადაც კოლფილდი იყო მეთქი და ჩემმა მასმიძელმა მითხრა, რომ მაგ კითხვაზე პასუხი დაახლოებით ისეთივეა, როგორც პასუხი კითხვაზე, სად მიფრინავენ იხვები, როდესაც იყინება. პასუხი არავის არ აქვს, ასე ვთქვათ. ჩვენ არ ვიცით, იმათ არ იცოდნენ ყოველ შემთხვევაში, რომელ ბარზე იყო საუბარი. სასტუმროში ბრუნდება, სასტუმროს ლიფტიორი ინტერესდება, გოგონა ხომ არ უნდა, ლიფტიორი ეთყობა ხელფასი არ ყოფნის და კიდევ ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის საიდუმლო სამუშაო აქვს. $5 დროებით ან 15 მთელი ღამით ქალს პირდება, ხოლდენი დროებითზე მოელაპარაკება იაფიანი კაცია გადამხდელი, მაგრამ როდესაც გოგო გამოჩნდება მის ოთახში, თავის თავში ძალას ვერ იპოვის, რომ გამოეთხოვოს საკუთარ ქალწულობას, იმიტომ რომ არ არის ქალთან ნამყოფი, უნდა დაელაპარაკოს, მაგრამ ქალი სამუშაოდაა მოსული, ლაპარაკი არ უნდა და რადგან კლიენტი თავის როლს არ შეესატყვისება, მისგან $10 ითხოვს. ისიც შეახსენებს, რომ 5-ზე იყვნენ მოლაპარაკებული, ქალი მიდის და მალე ლიფტიორთან ერთად ბრუნდება, მომდევნო შეჯახება გმირის მომდევნო დამარცხებით მთავრდება. იმიტომ რომ ლიფტიორის ყალბი აღმოჩნდება, უпростоრად სიყალბე დაასდევს ჩვენს გმირს და მუდმივად ფიზიკურ ზეწოლას ახდენს მასზე. დილისთვის შეხვედრაზე მოელაპარაკება სალი ჰეის, ტოვებს არასტუმროდ მოყვარეს სასტუმროს, შემნახველს სალკანში აბარებს ჩემოდნებს და უსახკაროს ცხოვრებას იწყებს. ნიუ-იორკში სწორედ იმ თარს დღეს ნაყიდი და უკუღმა დახულული წითელი სანადირო ქუდით, რომელიც მეტროში საფარიკარო აღჭურვილობა რო დაკარგა იმ დღეს შეიძინა, ხოლდენ კოლფიდი დიდი ქალაქის ცივ ქუჩებში დაეხეტება. სალისთან ერთად თეატრს ესტუმრება, მაგრამ ესეც ვერ მოუტანს სიხარულს, პიესა სულელურად, ხოლო მაყურებელი რომელსაც სახელგანთქმული მსახიობებით აღთვანება შეატყო, საერთოდ კოშმარულად ეჩვენება. ქალით სულ უფრო და უფრო აღიზიანებს, მალე როგორც მოსალოდნელი იყო, ჩხუბიც მოუვათ, სპექტაკლის შემდეგ ხოლდენი და სალი ციგურებით სასიაულოდ მიდიან და შემდეგ ბარში გმირი თავის სულის ტაჯველ გზნობებს გამოააშკარავებს, ამბობს, რომ ვერაფერს ვერ იტანს, რაც გამშემოა და მის სიტყვები მეზიზღება, ღმერთო როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი, არა მარტო სკოლა, ყველაფერი მეზიზღება, ტაქსი მეზიზღება, ავტობუსები მეზიზღება, კონდუქტორი რომ ყვირის მეზიზღება, უკანა ბათნიდან რომ ჩახვიდე ამისთვის გიყვირის და მეზიზღება ვერ ვიტანს იაფან ტიპებს, რომელიც ლანტებს, ანგელოზებს უწოდნენ, ლანტების სახიობები არიან სპექტაკლში იყვნენ დაკავებული, მეზიზღება ლիჩში მგზავრობა, რადგან უბრალოდ ქუჩაში გინდა გასვლა, მეზიზღება კოსტიუმის მოზომება ბრუქსთან, ყველაფერი ეზიზღება. მახსენდება ერთი პერსონაჟი, რომელიც ასეთ სიტყვებს ამბობს, ненавижу, всю Россию ненавижу. ეს სმერდიაკოვის სიტყვებია, ჩვენი გმირი არ იმსახურებს სმერდიაკოვთან შედარებას თავისი მორალური ღირსებების გამო, მაგრამ ზიზღი ცუდი მასწავლებელია, ესეც სრულიად ნათელია. მას აღიზიანებს, ყველაფერი აღიზიანებს, რომ სალი არ იზიანებს მის ნეგატიურ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, იმისადმი, რაც არ მოწონს. განსაკუთრებით სკოლისადმი, როდესაც თავაზოს მანქანა აიყვანონ და 1-2 კვირით ახალ ადგილებში გაისერნონ, სალი უარს ეთყვის და ეთყვის კეთილგონიურად შეახსენებს, რომ ჩვენ ხომ ჯერ ბავშვები ვართ და ესეც ეზიზღება. ის რომ ჯერ კიდევ ბავშვად მიიჩნევს ვიღაცა ეზიზღება, გამოუსწორებელი რამ მოხდება, ხოლდენი შეურაცხყოფელ სიტყვებს ეუბნება და ატირებული სალი გარბის. ანუ ის ერთი ადამიანი, რომელთანაც ასე ვთქვათ, თითქოს შეეძლო ყოფნა, აღმოჩნდება, რომ ისიც, არ ეზიზღება, მაგრამ მასთანაც ურთიერთობა არ შეუძლია. მერე არის ახალი შეხედრა,
შეხვედრა, ახალი გულგატეხილობა, კარლ ლუისი პრინსტონის სტუდენტი, იმდენად დაკავებულია საკუთარი თავით, რომ ჰოლდენისადმი თანაგრძნობის გამოვლენა არ შეუძლია. და ისიც მარტო რომ დარჩება დათვრება, სარდლის დაურეკავს, პატიებას თხოვს, შემდეგ ცივ ნიუ-იორკსა და ცენტრალურ პარკში დახეტიალოს, სწორედ იხვების იმ ტბორის მახლობლად დაუვარდება გრანფირფიტა, რომელიც საჩიქრად უყიდა უმცროს დას, ფიბის. აქ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც უყვარს და რომლის სიყალბეში ჯერ ეჭვი არ შეუტანია, რომელზეც იცის, რომ ის ნამდვილია. და ეს და ფიბი ეძახის სახში, მისი სიყვარული ეძახის სახში, ბრუნდება სახში და თავის და გასახარად აღმოაჩენს, რომ მშობლები სტუმრად წასულან სახში არ არიან, დას ჩუქნის იმ დამტრეულ ფირფიტას, დამტრეულს აძლევს, მაგრამ არ უბრაზდება, იმიტომ საერთოდ დას მიუხედავად მცირე ასაკისა ესმის თავისი ძმის მდგომარეობისა და ხვდება რატომ დაბრუნდა სახში ვადაზე ადრე, სწორედ ფიბისთან საუბარში გამოხატავს ჰოლდენი თავის ოცნებას, წარმოვიდგენ, რომ პატარა ბავშვები საღამოს ჭვავის უზარმაზარ ყანაში თამაშობენ, ათასობით ბავშვია, ირგვლივ კი არავინ არ არის, არც ერთი უფროსი, ჩემს გარდა და ჩემი საქმეა დავიჭირო ბავშვები, რომ უბსკრულში არ გადაიჩეხონ. ესაა მეტაფორა, რომელმაც სათაური მისცა რომანს, ესაა მეტაფორა, რომელიც გახსნის ამ რომანს, მის ფინალს და მის შინაარს. ეს არის ფუნქცია, რომელიც გენიჭება, როდესაც სამყაროში სიყალბეს ხედავ, შენი ამოცანაა გადაარჩინო ნამდვილობა, ხოლო ნამდვილობა, სიყალბე ესაა უფროსობა, სიყალბე ესაა ასაკი, სიყალბე ესაა კარიერა, სიყალბე ეს არის ყველაფერი მერე რაც ამაზე მაღლა, საზოგადოება, სამშობლო და ყველაფერი ასე ხედავს ყოველ შემთხვევაში ერთ პერსონაჟი, ასე დაინახავენ მისი მომავალი მეგობრები, რომლებიც ჯერ კორეის და მერე ვიეტნამის ომში არ წავლენ და ამასაც სიყალბედ დაინახავენ ამ ტიპის ამერიკულ დახმარებას. მილიონი ადამიანი გამოსული შემდგომში ვაშინგტონში ეგრეთ წოდებულ მოლზე ხედავდა ამ სიყალბეს, ხოლო კოლფილდი პირველი იყო, ვინც ეს პერსონალურად შეიგრძნო და მან ასევე დასახა თავისი ფუნქცია, გადავარჩინოთ ისინი, რომელსაც ეს სიყალბე არ შეხებია, ანუ ბავშვები. მან დაინახა გზა, თუმცა ეს გზა ჯერ მისთვის მხოლოდ ოცნება იყო, ის ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ მისი გზა, რომ იგი სწორედ ამას ჩაიდენს. მან ჯერ კიდევ ამის შესახებ არაფერი იცის. ჰოლდენი მზად არ არის შეხვდეს თავის მშობლებს, ამიტომ დისგან ისესხებს ფულს, რომელიც ამ პატარა ფიბის საშობაო საჩუქრებისთვის ქონია გადანახული და წავა თავის ყოფილ მასწავლებელთან, მისტერ ანტოლინისთან და გვიანი ღამის მიუხედავად მასწავლებელი მიიღებს, დააპურებს, დააძინებს და ღამე ძილში როგორც ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ამდენი გასაჭირი დაადგა, რომელსაც ასე უჭირ ცხოვრებასთან შეგუება, შუბლზე ხელს გადაუსვამს, ბავშვს გაეღვიძება, მოეჩვენება, რომ მასწავლებელს რაღაცა ავი უпростоად ავხორცული განზრახვა აქვს, გაიქცევა იქიდანაც, ამ არ მიხვდება, რომ ეს შეცდომა იყო, რომ მასწავლებელმა მარტო სიტყვა გამოავლინა, მეტი არაფერი, მაგრამ ხო გეუბნებით სიყალბესთან ბრძოლა თუ წარმოშობს ზიზღი ძალიან ცუდი მასწავლებელია და გადაწყვეტს წავიდეს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დაიბარებს, რომ ფული დაუბრუნოს და ის და პატარა, ასე ვთქვათ, ზურგჩანთით თუ ჩემოდნით გამოცხადდება, მოკლედ ისიც წასვლას აპირებს და აი მაშინ მიხვდება, რომ მისი ფუნქცია ეს და მაინც გადაარჩინოს, წაიყვანს და კარუსელზე დასვამს და უყურებს ბავშვს, რომელიც ერთობა და ამით მთავრდება ეს რომანი. მან კოლფილდმა შეასრულა თავისი ფუნქცია, ის გადაეფარა ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ ჭვავის ხანაში, გადაეფარა ფიბის, რომელსაც უბსკრულში გადაჩეხვა ემუქრებოდა და გადაარჩინა ეს სიცოცხლე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რომანი ნათლად მთავრდება, ბევრი აქვს საერთო, ბევრ კარგ წიგნთან, უპირველეს ყოვლისა პატარა უფლის სულთან, ასევე უამრავი საერთო აქვს იმ შემდგომ ლიტერატურასთან, რომელიც ამის მერე დაიბადება, მაგრამ ამის შესახებ